დილამშვიდობისა 9 გრადუსი სითბო ფიქსირდება ამ წუთას ქალაქ ბათუმში. სტატისტიკური მონაცემებით კი 19 თებერვალს აირის მაქსიმალური ტემპერატურა 1963 წელს დაფიქსირდა +25 გრადუსი, მინიმალური კი 1985 წელს -3 გრადუსი სითბო. და ვიდრე ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ, გეტყვით რომ დღეს სინოპტიკური რუკების დაბადების დღეა. წლების წინ ადამიანები ცხოველებზე, ბუნების მოვლენებზე ახდენდნენ დაკვირვებას და ამინდის პროგნოზს ასე ადგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხური მეთოდები ამინდის გამოცნობისა იყო უტყუარი, ცხოვრებამ, გლობალიზაციამ და თანამედროვე ეპოქამ მოიტანა აუცილებლობა, რომ შექმნილიყო ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები, სადაც ატმოსფერული მოვლენების მეცნიერულ დონეზე შესწავლა მოხდებოდა. 1855 წლის 19 თებერვალს პარიზის ობსერვატორიის დირექტორმა, ასტრონომ თეორეტიკოსმა ურბენ ლევერიემ მთელი სამყარო გააოცა, როცა მეცნიერებსა და მკვლევარებს წარუდგინა ამინდის ოპერატიული მონაცემები ევროპის ტერიტორიიდან. დროის ინტერვალი შეადგენდა იმავე დღის 9 საათს. სწორედ ურბენ ლევერიეს ამ ექსპერიმენტების შედეგების გაჟღერების დღე არის მიჩნეული სინოპტიკური რუკების დაბადების დღედ. სინოპტიკურ რუკაზე ციფრებითა და პირობითი ნიშნებით აღნიშნულია უახლოეს დღეებში დედამიწის დიდ სივრცეზე ამინდის განსაზღვრელი მონაცემები. მოგვიანებით ლევერიეს ამ გამოგონებამ დაუდო სათავე ამინდის ერთიანი მსოფლიო სისტემის შექმნას. ლევერიემ თავისი კვლევებით მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სინოპტიკური რუკების მეშვეობით შეიძლება დამანგრეველი ძალის შტორმების წინასწარ განსაზღვრა. დღეს სინოპტიკურ რუკებს ამუშავებენ კომპიუტერული სისტემის დახმარებით, რომელიც იძლევა საშუალებას სპეციალისტებმა ყოველწამს აკონტროლონ ამინდის მონაცემები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და მოხდეს მათზე მეცნიერული დაკვირვება. უფრო კონკრეტულად ამ ყველაფრის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსი მარინე ქათამაძე გვეტყვის. ქალბატონო მარინე, რამდენად მნიშვნელოვანია ამინდის პროგნოზის განსაზღვრისთვის სინოპტიკური რუკები? ამინდის პროგნოზის შედგენა ძირითადად ხდება სინოპტიკური რუკების მეშვეობით. ეს სინოპტიკური რუკები არის მიწისპირა და სხვადასხვა სიმაღლის, სადაც დატანილია მეტეოსადგურებიდან მოწოდებული მეტეოპარამეტრების მონაცემები. კერძოდ, ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტემპერატურა, ქარის მიმართულება და სიჩქარე, ატმოსფერული მოვლენები და სხვადასხვა. ეს ყველა მონაცემი შედის მონაცემთა ერთიან ბაზაში და ღებულობთ რუკის სახით. შემდეგ ხდება ამ რუკების დამუშავება, განხილვა და მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის დადგენა. ჩვენს რეგიონში პროგნოზის შედგენის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეზობელი ქვეყნების მეტეო მონაცემებს, კერძოდ თურქეთისა და რუსეთის. ყველა მეტეო პარამეტრს აქვს მნიშვნელობა პროგნოზის შედგენისას, მაგრამ აღსანიშნავია განსაკუთრებით ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტემპერატურა და ქარის მიმართულება და სიჩქარე. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. შეგახსენებთ, ვესაუბრებოდი გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოს მარინე ქათამაძის და მომდევნო ჩართვამდე მოკლედ გეტყვით, რომ დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო და შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში და მათ შორის ჩვენს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და თოვჭყაპი იქნება, ტემპერატურაც მნიშვნელოვნად დაიკლებს. უფრო კონკრეტულად დღევანდელი და უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ მომდევნო საათში გეტყვით, დროებით დაგემშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერ დილას.